სოკოს ახალი საწარმო რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ორი სახეობის 120 ტონამდე სოკოს აწარმოებს ობიექტი დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულა. საზღვარგარეთ თელეთის მეცხოველეობის საანაშენე ფერმაშიც იმყოფებოდა ფერმა ადგილობრივ ბაზარს 3 ტონამდე რძით ამარაგებს. მეცხოველეობის კომპლექსში 30 ადგილობრივია დასაქმებული. ასოცი ადამიანი დღესდღეობით მაქსიმალური წარმადობა ეს არის თვეში 120 ტონა თამასოკოს იგეგმება წარმადობის გაზრდა. თავი ჩვენთვის არის რომ საიმპორტო პროდუქცია რაღაც უნდა ჩაენაცვლოს ქართული პროდუქციით და უფრო მეტი ქართული პროდუქცია უნდა იყოს ბაზარზე. ამის მაგალითი იყოს სოკოს ქარხანა, რომელშიც ჩვენ ვიყავით, რომელიც უკვე თანამედროვე ტექნოლოგიაზე გადადის და თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება უფრო დაბალ ფასით იყოს მის ხვიდღირებულება და უფრო შეამციროს მისი ფასი. ამის გარდა ჩვენ მქონდა შეხვედრა გლეხებთან, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები გავაცანით, უთხარით თუ რამდენი ტექნიკა შემოვა, როგორ იქნება მათი სოფლის მეურნეობაში, როგორ ხედავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხვალინდელ დღეს. აგვაცნოს სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ჯიშები, ახალი დამოკიდებულება ჯიშებთან დაკავშირებით, სარწყავი სისტემები. ყველაფერი კარგი და ნორმალურია.